უიმედო პაციენტი თუ დაგიიმედებიათ იმისთვის რომ უფრო მხნეთ ყოფილიყო. ბევრჯერ გამიკეთებია ასეთი რაღაც, არა მარტო ავადმყოფი დამიემედებია, არამედ მისი პატრონი და ახლობლები, ეს გამიკეთებია. მე როცა პირველად აღსარებაზე მოხვდი ჩემ მოძღვართან და მკითხა ტყილს ლაპარაკობთო და ძალიან ბევრს მეუთხარი და რას ლაპარაკობთო დაინტერესდა და მაშინ ვთხარი დღე არ არის ისეთი რომ მე ტყილი არ ვთქვა უამრავი მძიმე ავადმყოფი მაშინ სიკვდილიანობა დიდი იყო ეს ინფარქტი ძალიან მძიმე გადაჩენა თითულებოდა პატრონსაც ვაწყნარებდი ავადმყოფსა და ნათსაებსაც თუ ავადმყოფს იმედი არ იქნა მორჩენის ის ალბათ ძალიან გაუჭირდება ნამდვილად გეთანხმებით და იყო ასეთი შემთხვევა მაშინ სულ ახალგაზრდა ექიმი ვიყავი კორიდორში მივდიოდი პალატის კარები იყო დახურული და მუხლებზე იდგა ქალი შავებში და ტიროდა მივედი და ვკითხე რა ხდება მეთქი და ჩემი შვილი წერს ამ პალატაში 27 წლის ასაკისო აქვს ინფარქტი და ეხლა მითხრა ერთ-ერთმა ექიმმა რომ არანაირი შანსი არ აქვს რომ გადარჩეს ეს პაციენტი. ეხლა შევალ მეთქი და ვნახავ, შევედი და ვნახე, დიდხანს ვიყავი. რომ გამოვედი საწყალი მიყურებდა ისე და მე და გაუღიმე და უთხარი, რატო ტირი ხართ? არაფერი არ გჭირთ თქვენთვის ისეთი განსაკუთრებული. მძიმე ავადმყოფია, მაგრამ მე გარანტიას გაძლევთ, გარანტიას, რომ ეს მორჩება. მართლა მორჩეის ბიჭი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე იყო და რა უთხარით? იმის მერე იცოცხლა 14 წელიწადი. და რა უთხარით მაშინ გახსოვთ აი როდესაც შეხვედით? დაიმედეთ უბრალოდ? ძალიან იმ ვისაც უთხარი საჭირო რომ შენ თვითონ გჯეროდეს და მე და შენ ერთად ამას მოუვლით აუცილებლად. დავამარცხებთ ოღონდ ერთად. როდესაც პირველი პაციენტი დაკარგეთ, დაიღუპა. გახსოვთ განცდა როგორი იყო? მე მგონია რომ ექიმები ამ დროს შეიძლება არა სხვის დასანახავად, მაგრამ როდესაც მარტო რჩებიან, მაინც ცრემლს ვერ იკავებენ და თქვენ როგორ ვიცით ეს მოხდა მოსკოვში, იმიტომ რომ მე სანატორიუმში მუშაობდი, მანამდე სანატორიუმში არავინ არ გვდება, კლინიკაში მომიკვდა ერთი პაციენტი. მისი გვარიც ვიცი, სახელიც და ასაკით დღემდე და ალბათ სულ მეხსოვნება. უმძიმესი ავადმყოფი იყო. მე დავიწყე ტირილი. და ცოლი მაწყნარებდა და მეუბნებოდა ასეთ კლინიკაში იწვა ჩემი ქმარი ყველაფერი გაუკეთა ნუ ტირი ხარ დაწყნარდით ნუ თქვენ ხო არა ხართ დამნაშავე აი ეს იყო პირველი და უკანასკნელი ჩემი ცრემლები მე უკვე არავის აღარ ვნახავს ცრემლები მესმის